გამარჯობა მეგობრებო. ქართულ ტელევიზია განაგრძობს საუბრების ციკლს ერთხელ საქართველოში, რომელსაც დღესაც წარუძღვებით პროფესორ გიორგი გოგოლაშვილი და წერალი თამაზ ხვალაძე. წინა გადაცემებში ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ დადიან ჩვენი დიდი მოღვაწენი საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ეძებენ უკვე დამაწევრებულ საქართველოს, თითქმის აღარ არსებულ საქართველოს, პოულობენ ძველი დიდების თუ ძველი წესშეულებების თუ სხვათა და სხვათა ნატეხებს ქართულისას სულს უბერავენ დავიწყების მტვერსაცლიან და კრებენ და აერთებენ ერთიან საქართველოს ხელახლა აღორძინებისათვის. წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ილია ჭავჭავაძე, რომ ეწვია აფხაზეთს, სოხუმს და როგორი შეხვედრა გაუმართეს და რა მნიშვნელობისა იყო ეს შეხვედრა. ერთხელ საქართველოში ილია ჭავჭავაძე ჩავიდა სოხუმში და ამას კიდევ დიდხანს ექნება გაკვეთილის ღირებულება და მნიშვნელობა ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. დღეს ალბათ მოგვიწევს საუბარი ჩემო გიორგი ბათუმის ქალაქის თავის პირველ არჩევნებზე. რა ვითარება ამ დროს? რაღაცა შერბილდა თითქოს პოლიტიკა ლიბერალიზაციისკენ გადაიხარა და დიდმა იმპერატორმა ინება ქალაქის თავის არჩევნები თვითონ ხალხმა უნდა აირჩიონ ქალაქის თავი ახლანდელი მერი გახლავთ და ქალაქის თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, მარტო ქალაქის თავი არა, ჯერ აირჩევენ ხმოსნებს და ესენი ირჩევენ შემდეგ ქალაქის თავს, ასე რომ და მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის 1895 წელი 1895 წელი და ხდება პირველი არჩევნები ბათუმის ქალაქის თავისა. ისე როგორც თვითმმართველ ქალაქებისა სხვადასხვა კუთხეებში, მაგრამ ჩვენ კერძოდ კონკრეტულად ვისაუბრებთ აი ბათუმის არჩევნებზე. რატომ ამას ალბათ გადაცემის მიმდინარეობისას შეიტყობს ჩვენი მაყურებელი. ეხლა ამ ფაქტს ბათუმზე როცა საუბარი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო და ბათუმი ამ შემთხვევაში და აჭარაც განსაკუთრებულ მდგომარეობაშია იმ პერიოდისათვის. მოგეხსენებათ 1878 წელს შემოუერთდა ეს მხარე საქართველოს. დავიბრუნეთ, ასე ვთქვათ. 20 წელიც არ არის გასული. იმ პერიოდის ილია ჭავჭავაძის ნაშრომებში თქვენ ნახავთ ასეთ ტერმინს ოსმალოს საქართველო. ეგრევე ქვია კიდეც იმ წერილს. დიახ, და ეს არის ძალიან ბედნიერი შემთხვევა, როცა რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში, 300-მდე წლის განმავლობაში ის კუთხე იყო მოწყვეტილი დედა საქართველოს ოსმალეთის შემადგენლობაში იყო და ენის ფაქტორი იყო მთავარი და გადამწყვეტი, რამაც მათ ქართველობა შეანარჩუნებინა. და დაგვიბრუნდა საქართველოს დიდი ნაწილი, კარგი ნაწილი, ბრწყინვალე ნაწილი ჩვენ ქართველებს, ოღონდ უკვე გამაჰმადიანებული ნაწილი. ხო, იმ სამი ბურჯიდან ილია რასაც ამბობს, ენა, მამული ენა, სარწმუნოება, დარჩენილია მხოლოდ ენა. იმ 300 წლის მანძილს.
ეხლა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც შანს და ამიტომ იყო საგანგებო ყურადღება მიპყრობილი ბათუმისაკენ. ეს ერთი ფაქტორია, რაც თქვა აინტერესებს იმ დროინდელ საქართველოს. და მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის და ასე შემდეგ, აჭარას და ბათუმს რა მნიშვნელობა ჰქონდა. ბათუმის აღორძინებაზეა ლაპარაკი და ბათუმის როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელობაზე, ამიტომ ექცევა იმ დროისათვის ამას განსაკუთრებული ყურადღება. ეს არის 1895 წელი. და ერთიც მინდა გაიხაზოთ თამაშ ჩემო თამას, რომ აი ეს არჩევნები ჩვენ უნდა გამოგვადგეს გაკვეთილად არა მარტო იმ დროისათვის გაკვეთილი იყო, იმ დროისათვის არაც სადღეისო გაკვეთილიც უნდა იყოს ეს ჩვენთვის, როცა ამ რიგის ან მსგავსი არჩევნები ტარდება, საზოგადოების ყურადღება რამს უნდა მიექცეს, რამ უნდა წარმართოს არჩევნების მიმართულება, რამ უნდა განსაზღვროს ეს. თავარი არის ქვეყნის ინტერესები, თავარი არის ხალხის ინტერესები და არა ვიწრო პარტიული თუ რაღაც სხვა ინტერესები. რა თქმა უნდა, ეს რომ სამომავლო გაკვეთილად არ იყოს გამიზნული ჩვენი გადაცემები, მაშინ ჩვენს ლაპარაკსაც ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა, რა საჭირო იყო გავხსენებინა. დღევანდელობისთვისაც და მომავლისთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს წარსულის მაგალითები. და ჩვენი საუბარი ძირითადად დაემყარება ცნობილი ქართველი მწერლის, დიდი ქართველი მწერლის მომგვარდება დიაშვილის ბრწყინვალე მემუარებს. ალბათ ორიოდე სიტყვა მემუარებზეც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ძალიან სანდო წყარო იმდროინდელი საქართველოს, იმდროინდელი ამკუთხის, მერე გადმოდის ქუთაისში გახსოვთ და იმერეთის საერთოდ დავით კლდიაშვილი იხსენებს თავის ეპოქას ზედმიწევნით ზუსტად და იმ აქცენტებით, რაც საჭირო იყო იმ დროისათვის და რაც საჭიროა დღეისათვის. ხო, ისიც დავამატოთ, რა თქმა უნდა, გავყვებით ჩვენ კლდიაშვილის მოგონებებს, რომელიც ბევრად უფრო დოკუმენტურია, ვიდრე რომ ვინმე სხვა წერლისა თუ ისტორიკოსის ჩანაწერები. მაგრამ თუ ჩვენს ტელემაყურებლებს უფრო ემოციური კუთხით დაინტერესებს ეს საკითხი, არანაკლებად დიდი მწერლის ოთარ ჭილაძის რომანი რკინის თეატრი წაიკითხონ და იქ უფრო ემოციურად არის ეს ყველაფერი მოთხრობილი. რა თქმა უნდა, ოთარ ჭილაძეს მიყვება დავით კლდიაშვილის მემუარები არის ძირითადი წყარო. ეს ბევრად დოკუმენტურია, ვიდრე სხვა. ოთარ ჭილაძისთვისაც. ასე რომ ეს დავით კლდიაშვილი მემატიანეც არის იმ ეპოქისა, იმ დროისა და თანაც მართალი მემატიანე. ეხლა როცა ვამბობთ მართალი მემატიანე რას გულისხმობთ, იმიტომ რომ მემუარებს ჩვევია ზოგჯერ წაძლევს მემუარების ავტორს პირადი რაღაც წინამხლაზე წამოწევა თავისი პიროვნებისა, თავისი ურთიერთობებისა, თავისი ოჯახისა თუ წრისა. აი ეს გამორიცხა დავით კლდიაშვილმა. როცა მას შვილმა შეთავაზა სერგო კლდიაშვილმა, რომ ისეთ რაღაცეებს ყვები მამა, რომ ეს უნდა დააწერო. თუ იუარა რა, ჩემ თავზე ვილაპარაკოო? არა, შენ თავზე რატო ეს არა, რა გამოვა, მაშინ ეს ტრაბახი გამომეო. არა, ილაპარაკე იმ ხალხზე, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა. და აი ეგ არის ძალიან საინტერესო დეტალი. როცა დაფიქრდაო სერგო კლდიაშვილი და თქვაო, რომ აი ბეჩარა ხალხი იყო, აი ბეჩარა, აი ეს რა ხალხი და მერე ამბობს სიმართლე
მხოლოდ სიმართლე, რასაც ვემსახურებოდი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. აი ეს არის ჩვენი ძირითადი წყარო და როგორც ჩანს ძალიან ბევრი ფაქტი, რაც ხდებოდა იმდროინდელ საქართველოში, შემოგვინახა, მან დააღწევა სწორედ აი თვითმხილველის თვალით და ერთ-ერთ ფაქტზე გვექნება სწორედ დღეს ჩვენ საუბარი. მაგრამ ჩვენი საუბრის დამთავრების მერე სურვილი მექნებოდა რომ ჩვენს ტელემაყურებლებსაც ეთქვას ვიზეც ვისაუბრებ დღეს იმ ხალხზე აი ბეჭარა ხალხი ყოფილა ჩვენ შეგვიძლია მართვა ეს დავანახოთ ჩვენს ცადოთ ეხლა რა ვითარებაა კიდე გიორგი დიახ დაუბრუნდა ბათუმი დედა საქართველოს დამპყრობელის კლანჯებს გამო ეხსნა და დედა საქართველოს დაუბრუნდა მაგრამ ჩვენს დიდ მამულიშვილებს არ უნდათ რომ ეს ბათუმი მეორე დამპყრობელს არანაკლებ იშტის მქონე მეორე დამპყრობელს ჩაუვარდეს კლანჯებში და ბათუმი არაქართულად იქცეს აი თუ იმაზე უკვე დავიწყოთ ალბათ საუბარი რა ვითარება ამ დროს ბათუმში და მიყევი დავით კლდიაშვილის მემუარებს ჩვენ ვლაპარაკობთ ქალაქ ბათუმზე აი ამ შემთხვევაში იმდროინდელი ბათუმი პირობითად შეიძლება ვთქვათ რომ ეს არის ქალაქი ეს არის ფაქტობრივად 20,000-იანი დასახლება ერთი დიდი სოფელი კი ირგვლივ ჭაობები 4,000 და ეს ყოველ შემთხვევაში ირგვლივ ჭაობები, ქოხმახები და აი ამ ვითარებაში ძალიან საინტერესო რა არის კიდე. როგორც კი შემოვერთა და შემოვიდა ბათუმი ქუთაისის გუბერნიაში შედის ამ შემთხვევაში გამოცხადდა პორტოფრანკოდ. პორტოფრანკოდ თქვათ რა არის ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. და რაღაცა თავისი დადებითი ის აქვს ამ თავისუფალი ეკონომიკის ზონას, მაგრამ აქ ამ ჩვენი ხალხისთვის არაფერი სიკეთე არ აქვს. თავისუფლება ამ შემთხვევაში აღმოჩნდება დამაზიანებელი და აი იმ პროცესისა, ვისაც რა უნდა და როგორ უნდა ისე ლეტავს ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ უყურებთ. ახლა იმისიც ვთქვათ რომ ბათუმსო კი იყო პატარა ქალაქი რაღაცა ესეთივე პატარა რამდენიმე სოფელი აკრავს რა შემო და აი ამ სოფლის ცხოვრებლებისთვისაც დიდი მნიშვნელობა ბათუმის ხვალინდელ დღეს და ისიც ვთქვათ ამას რომ ბათუმიდროინდელი ბათუმის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის სამხედრო ქალაქია ფაქტობრივად იმიტომ რომ ოსმალეთი ყურის ძირშია და რუსეთის იმპერია როგორც კი შემოვიერთეთ ეს ისა იქ ჯარი ჩააყენა დავით კლდიაშვილს რომ ამბობ დავით კლდიაშვილი სამხედრო სამსახურს იმას სასწავლებელს ამთავრებს და გამოანაწილეს აქ როგორც კადრის ოფიცერი დავითი და ისევ სამხედრო სამსახურშია და ძირითადი ნაწილი არის სომხები არიან სომხები რუსები და ბერძნები არიან კიდე კარგად მოზრდილი ნაწილი ქართველების უმრავლესობა ამ იმაში არ არის მეტ წილს ქართველი არ ქმნის არა 50%-ზე მეტი უნდა იყოს რომ ქართული ქალაქი ერქვას არა 50% არ არის აქ ქართველი და რაც მთავარია კიდე ძალიან ეს ჩვენი უბედურებაც არის ისინი თქვათ იგივე ბათუმელი სომხები გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ იმ პერიოდში რომ ხელში აიღოთ მმართველობა ბათუმისა ვიდრე ქართველები ქართველებს როგორც ჩანს ამგვარი ინტერესები ნაკლებად ჰქონდა და ამიტომ გახდა საჭირო იმ კაცების იმ თავკაცების აქტიურობა ვინც წარმართეს სწორედ ეს პროცესი ჩვენ და სასიკეთოდ ქართველების სასიკეთოდ აი ეს სიტუაციას რომ რაღაცნაირად დავანახოთ ჩვენს მაყურებელს რომ რას ცდილობენ ახლა უნდა გამოცხადდა რომ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და ქალაქის თავის არჩევნები თვითმმართველობა აირჩევს ქალაქის თავს ვინ იქნება თავში ვინ იქნება ქალაქის თავი ეს ძალიან იქ არის
კაიანდრა. კაიან. რუსული მართლობა არის ფაქტიურად. რა ხდება, გიორგი? ქალაქის თავი არსებობს და იქამდეც იყო, მაგრამ ამას ნიშნავდნენ. ეს დანიშნული ქალაქის თავი. და არჩევნები და სხვა ხელისუფლების დანიშნულია და ეხლა არჩევნები. ერთი სიკეთე იმდროინდელი მართლობისა და იმდროინდელი კანონმდებლობისა ის იყო, რომ გუბერნატორი ცდილობს, რომ ეს ჩატარდეს კანონის შესაბამისად, რომ არ დაირღვეს კანონი. აი და ახალი კანონია გამოცემული და რა თქმა უნდა ახალი კანონია და გუბერნატორი ამას ამერ უნდა დაამტკიცოს გუბერნატორმა ქალაქის თავი. გუბერნატორი შალიკოვია თუ არა ვცდები იმპერია. შალიკაშვილი ესე. შალიკაშვილი და დიდ ყურადღებას აქცევს აი ამას ყველაფერს და ამიტომ ცდილობენ რომ უკანონობა არაფერი ჩაიდინონ. აი ესეც ერთი მხრივ არ არის ცუდი, მაგრამ მეორე მხრივ ცუდია იმდენად, რამდენადაც უმრავლესობას ქმნის როგორც გითხარით იმ დროისათვის სომხობა და რუსები. სხვათა შორის ცუდი კიდე რა არის? აი აირჩიეს თქვა ქალაქის თავი. გავიდა ქართველი, მაგრამ გუბერნატორს შეუძლია არ დაამტკიცოს ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანია. აი ეს უკვე ან შარის მოდება იოლია ყოველთვის იქ ცენზია ლაპარაკი და სხვა რაღაცა. დიახ. აი ეს სხვათა შორის როგორც კი გამოცხადდა თვითმმართველობის არჩევნები და მერის არჩევნები, სასწრაფოდ დაიწყეს სომხებმა, ფათუმელმა სომხებმა თავისი კაცის ძებნა და გაყვანა და ჩამოიყვანეს კიდევაც თავისი კანდიდატი. ხო, გადამდგარ გენერალი ბებუთოვი. ხო, ბებუთოვი. და საკანონმდებლო ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. ხო უნდა გააცნონ ახლა მომავალი მათი იმედი აქვს რომ გაიყვანენ თავის კანდიდატურას და საღამოები დაასეირნებენ ზღვისპირას ქალაქში რაც ქალაქი იყო და რომ დაინახოს რომ აი ეს გენერალი ბებუთოვი იქნება ჩვენი ქალაქის თავი არჩევნების წინა პერიოდში. იმედი აქვს რომ გავალ, მაგრამ რატო აქვს იმედი ბარემ ისცა თქვა? იმიტომ რომ ბათუმში უნდა იყოს ქალაქის თავი, ან სომეხიო, დელიმაიორიო, ვიღაც სომეხი დელიმაიორი ამბობს, ან სომეხი იყოსო, ან ქართველიო. ქართველებს საიმისო კაცი არ აყავთო და აგერ სომეხი ეს იყო თავარი ხაზი რომ ქართველებს კაცი არ მოგეძებნებათ აი ამ სიტყვით რომ ეს გავირჩიოთ აი და ერთი საკითხი კიდევ აი აქ ჩვენ დადგება საკითხი სწორედ იმ ქართველი კაცებისა იმ თავკაცებისა ვინც აი ეს ქართულ საქმეს ჩაუდგებას ერთ-ერთი მათგანი არის გრიგოლ ვოლსკი. ხო, ივანე მესხი და გრიგოლ ვოლსკი. ნუ დავით კლდიაშვილი თავის თავზე არ ლაპარაკობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის დავით კლდიაშვილი, იმიტომ რომ დავით კლდიაშვილი გაგზავნეს მეორე არჩევნებზე უკვე მოსალაპარაკო თუ აქ არის. ქუთაისში დავით კლდიაშვილი გაგზავნეს, მერე ამაზე ვიტყვით ამასაც, მაგრამ აი ეს ხალხი არიან იმ დროს. და რაც მთავარია კიდევ ძაღანაც გითხარით რომ ქართული საქმე და ქართული ენაც თვითონ იმდროინდელ ბათუმში ვერ რიდგა ჯეროვან სიმაღლეზე. როგორც გითხარით, ისინი უფრო აქტიურები არიან რუსები, იმიტომ რომ რუსები არიან და იმპერია მათია, აი ეს ზურგი აქვთ მათ. სომხებს სიმრავლის იმედი აქვთ და იმის იმედი აქვთ კიდე რომ ქართველებს არა აქვთ თავი იმის რომ იბრძოლონ ამისა და რაღაციებისთვის. და ამ დროს გამოჩნდებიან სწორედ აი და ქართული. ეხლა კლდიაშვილი ახსენებს რა მდგომარეობა იყო ქართული სოდნის თვალსაზრისით. ვინ არიან ისინი ვინც ქალაქი უნდა გააქართულონ. ქართულად უნდა აქციონ და იდგმება რაღაც თამაშობენ ოჯახებში, სპექტაკლებს დგამენ, რაღაც პიესებს თამაშობენ და აი ცნობილი არის ეს არ შეიძლება. იმასაც უნდა ვიწყებთ, თვითონ დავით კლდიაშვილს თვითქმის დავიწყებულია ქართული.
იმიტომ რომ პატარა წაიყვანეს 9 წლისა წაიყვანეს დაავიწყდა ქართული ისწავლა ისე დაავიწყდა დააშ მაგრამ სანამ ეს თვითონ სწავლობს მაგრამ არის ერთი ოჯახი რომელიც საგანგებოდ უნდა გაიხაზოს თუ იმ ოჯახის თავმოვლები დღეს ბათუმში არიან მათ უნდა იამაყონ ჟურული იყო ასეთი პოლიციის უფროსი იყო იმდროინდელი პოლიცმაისტერი და მეუღლე ქეთევანი ქართველი ქალი რომელიც დავით კლდიაშვილს ასწავლის ქართულს და ავარჯიშებს სპექტაკლებს დგამენ რაღაცასა დავითი ცდილობს რომ მონაწილეობა მიიღოს ამ სპექტაკლებში რომ ქართული გაიწაფოს ქართულის ლაპარაკში და გულით ქართველია და დავითი მაგრამ ენით უკვე ყოველთვის განისდის ამას და მეჩხუბებოდაო ესა არ შეიძლება ყმაწვილო ქართველი ხარ ქართული უნდა ეს ვიღაც პოლიცმაისტერის შვილი გწონი ქეთევანი ეჩხუბება დავით დიაშვილს ქართული უნდა ისწავლო და ესეც თავგამოდებით სწავლობს ეს პოლიციის ოლელის ოჯახი იყო ის ერთი ვინც თავკაცობდა ამ ქართულ საქმეს ნუ ეს ამ ხრივ თვალსაზრისით მაგრამ საგანგებოდ უნდა გავჩერდეთ დამას იმ გრიგოლ ოლსკზე ჩვენ იმ დროინდელ საქართველოში და კერძოდ ბათუმში გრიგოლ ოლსკის სახელი ძალიან ცნობილი სახელია ვინ იყო ეს წარმოშობით პოლონელია რომელიც დაიბადა ქუთაისში გაიზარდა ქუთაისში მერე წერდა კიდევ ძალიან საინტერესო რაღაცებს წერდა ექიმის განათლებით ექიმია დიახ და უმწიფარიძის ფსევდონიმით წერდა ნაწარმოებებს მაგრამ ეს იყო ყველაზე ასე ვთქვათ აქტიური და თავდადებული თავგანწირულიც კი ქართველი და ეს უნდა დაუფასოთ მას ხო დედა ქართველი ყავდა ეგეც უნდა ვთქვათ გასაგებია მაგრამ მაინც ახლა ფესვები შორეული ფესვები აქვს პოლონური ფესვებსაც იმიტომ რომ მან და მისმა მემკვიდრეებმა ეს გვარი შემოინახეს თავისთავად ცხადია და პატივისცემენ აი ამას და მერე გავუსწროთ მოვლენებს და მერე როცა გარდაიცვალა და ავატოფდა და გარდაიცვალა თბილისში გარდაიცვალა ჩაასვენეს ბათუმში და დიდი პატივით დაკრძალეს დღემდე აი ესეთი პატივდებული პიროვნება აი ეს არის ერთ-ერთი თავიკაცი იმ დროინდელ ბათუმში ამ ყველაზე უკეთესი მთარგმნელიო იმ პერიოდში ამასაც აღნიშნავენ ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად ანუ ასე იცის ქართული. თვითონაც კარგ ლექსებს წერდა სხვათა შორის და ეს რომანსი სიმღერებიც არის შექმნილი ქართველი კომპოზიტორების მიერ ამის ლექსებზე. საინტერესო დედაც საინტერესო პიროვნება ვოლსკი. დიახ და აი ახლა ჩვენ იმდროინდელი ვითარების გასააზრებლად მოდი ამას შავიკითხავ ერთ მონაკვეთს დავით კლდიაშვილის საჭირო იყო მუშაობის გამოწყობა რომ ქალაქის მმართველობისთვის ჩამოეშორებინათ ჭრელი ხალხი და ჩამდგარიყვნენ ისეთები რომელთაც გული ეწოდათ აკაურობისათვის და მათი ბედიღბალი აინტერესებდათ მათ უნდა გაეღვიძებინათ მოსახლეობის დაჩაგრული ნაწილი ასეთ დაჩაგრულ ნაწილს კი სწორედ ქართველობა შეადგენდა რომელსაც ყველგან გზას უღობავდნენ და უკან აყენებდნენ რომელიც მეტისმეტად უპატივცემულობაში იყო ეს არის მოცემულობა ეს არის რეალობა რომელ რეალობაშიც იწყებენ ესენი არჩევნების წინა პერიოდი რამდენი აი წინა პერიოდი და აი რაც გითხარით კიდევ აი ის მზადება თქვათ როგორ ემზადებიან ბებუთოვზე ვისაუბრეთ როგორ ჩამოიყვანეს ბებუთოვი და რომ ბათუმში ცნობილი დელი გიჟი იყო დელი ხო გელსინი ერასატუროვი დაუფარავად ხმამაღლა ამბობდა ბათუმში ქალაქის თავი ან სომეხი ან ქართველი უნდა იქნეს მაგრამ ამისთვის ქართველებს კაცი არ მოგეძებნებათ არც უნარი გაქვთ
საამისო. ამიტომ ჩვენ სომხებს გურჩება სათავეში ჩადგომა. ამაზე უკეთეს კაც თქვენ ვერ იშოვით. ბებუთოვზია ლაპარაკი. თავხედურად გაიზახოთ ამას, რადგანაც ყველანი თამამად წიხლავდნენ ჩვენებს. ამას ბოლო უნდა მოღებოდა და ვოლსკიმ კიდევაც მოუღო ბოლო აი ამ განუკითხაობას და იწყება შემდეგ ძალიან საინტერესო მუშაობა იმისათვის, რომ მომზადდეს ეს არჩევნები. ეხლა რა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით თავარი? პირველ ყოვლისა უნდა ქართველებმა თავისი რაოდენობა უნდა ამ მრჩეველთა რაოდენობა უნდა გაზარდონ ბერძნების ხარჯზე. ხმოსნები რა შეიძლება ბევრი უნდა ყავდეთ, რომ შემდეგ ქალაქის თავი აირჩიონ. ქალაქის თავი რო აირჩიონ და მომხრე ხმოსნები ჭირდება. აი ეს გამორჩათ იმათ და აქ აჯობეს ქართველებმა ვოლსკიმ, მესხმა და კლიაშვილმა და სხვებმა, რომ ბერძნებთან დაიწყეს მუშაობა. ბერძნები ამ შემთხვევაში რუსებს თავისი ინტერესები აქვთ, სხვა ეროვნული ინტერესებიც აქვთ იმათ, სომხების ინტერესები გასაგებია, ბერძნები ამ შემთხვევაში უფრო ნეიტრალურნიც იყვნენ და უფრო ობიექტურიც. მაგრამ თავიანთი ინტერესები რო გაატარონ, იმათაც თავისი მოთხოვნილებები აქვთ. თუ ჩვენი ისინი დიახ. ისინი სვამენ საკითხს ჩვენი ხუთი ხმოსანი მაინც უნდა გავიდესო, თუ გინდათ რომ მოგემხროთ. კარგად შეძლეს მოლაპარაკება და მართლაც როგორც შემდგომში გაირკვევა ქართველებმა და ბერძნების ერთობლიობა აჯობა დანარჩენებს. და საკითხი იდგა კიდევ რა? ვინ აერჩიათ ქალაქის თავად? აი ეს ხომ მოხდა რა და დიდი უპირატესობით თუ გავიდნენ ქართველები და ბერძნები. და ეხლა უკვე ქალაქის თავის კანდიდატურაა საჭირო. სხვათა შორის მოულოდნელი აღმოჩნდა სომხებისათვის ის ალიანსი, ქართულ-ბერძნთა ალიანსი და ეს ამათი დამსახურებაა მესხისა და პაგათ პოლიტიკური ალღოსი. ვოლსკისა და სხვებისა პოლიტიკური ალღოსი და აი ამ ფაქტის წინაშე დადგენ რომ წააგეს მათ თქვა თვითმმართველობის არჩევნები. ახლა უკვე დგება საკითხი ქალაქის თავისა. ქალაქის თავი უნდა იყოს მერე რომ დამტკიცდეს, მას თავისი ბიოგრაფია უნდა კონდეს, გამოცდილება უნდა კონდეს, ავტორიტეტი უნდა კონდეს და ხელისუფლებისთვის მისაღები პიროვნება იყო. რა თქმა უნდა. და ამ გადაწყდა ლუკა ასათიანის კანდიდატურა. ვინ იყო ახლა ლუკა ასათიანი? ქუთაისელი ასათიანი გახლავთ ლუკა ასათიანი თავის დროზე ქუთაისის გუბერნიაშიც იყო თავისთავად ქუთაისში იყო თავკაცი. შემდეგ უკვე ამჟამად უკვე ასაკოვანი, როგორც ასაკოვანი, ასე ვთქვათ, არ არის აქტიური თანამდებობის პირი. მაგრამ მას ჰქონდა ძალიან დიდი გამოცდილება და რაც მთავარია, მას იციან რომ მას პატივს სცემს გუბერნატორი. ავტორიტეტული პიროვნება არის და საჭირო იყო დაითანხმონ ახლა. არ არის ასაკოვანი კაცია საკმაოდ, ხანში შესული კაცია და თან ბათუმია ეს საკმაოდ რთული რეგიონი თუ ქალაქი, საკმაოდ რთული გარემო და კი ბატონო. და დავით გლდიაშვილი გაუგზავნეს მოსალაპარაკებლად. დეპუტაცია გააგზავნეს, რომ დაითანხმონ და დავითი იყო ერთ-ერთი და დავითი სხვათა შორის იქ აღწერს მას ძალიან კარგად, თავის როლზე არაფერს ამბობს, მაგრამ როცა დადგა საკითხი, რომ რადგინდათ ჩემისანა ასაკოვანი კაცი, ჩემისანა დაღალული კაცი ამ სიტყვით ლაპარაკობს, დამღალანე ცხოვრებამ და ამიტომ გადავდექი ახლა. გავწვდიო რა. არა, მას უთხრეს რომ გჭირდება შენისანა ავტორიტეტი გჭირდება, სახელი გჭირდება თქვენი, გამოცდილება გჭირდება და იქავარ და ყველაფერს გავაკეთებ. ოღონდ გვითავკაცე. როგორც ჩანს სიამონაკიდევაც ეს ასათიანს და დაითანხმეს და დათანხმდა ლუკა ასათიანი აი ამ შეთავაზებას და ინიშნება მერე ფაქტობრივად არჩევნები ინიშნება. აი ეს არჩევნები
აი ხა ჯერ ეს მომენტზე ვისაუბროთ, არჩევნების მომენტს. ჩვენ დავიწყეთ გიორგი როგორ მოგზაურობენ ჩვენი დიდი პიროვნებები ერთი კუთხიდან მეორეში და ეხლა შეიძლება ჩვენს მაყურებელს ზოგიერთს გაუკვირდეს კიდეც რაზე დაიწყეს და რაზე გადავიდნენ სად არის აქ ვინმეს მოგზაურობა თბილისიდან ბათუმში მაგრამ აი როცა იმაზეა საუბარი როგორ დაასეირნებენ ქალაქის ქუჩებზე სანაპიროზე თავიანთ კანდიდატურას სომხები რუსები რა ღონისძიებას ხმარობენ რომ თავიანთი კანდიდატურა გაიყვანონ ქართველები ხალხს გადახედავენ ამომრჩევლებს და უპატრონოები არ ჩვენა ვართო და არჩევნების მომენტში იმ ყუთთან სადაც უნდა ჩაიყაროს კენჭები როგორც მაშინ ამბობდნენ კენჭები უნდა ჩაიყაროს საპატიო ადგილზე შემაღლებულ ადგილზე მთელი არჩევნების მანძილზე ზის ილია ჭავჭავაძე არც არაფერს ამბობს არც სიტყვას ამბობს არც იქ ზის და ხალხმა უნდა დაენახოს რომ საქართველოსაც და ქართველებსაც პატრონი ხავთ და ის პატრონი აქ ჩამოსული ის აკეთდება ამ არჩევნებს თვითონ ეს აი ფაქტიც კი მთელი დღის მანძილზე არჩევნების მანძილზე ზის ილია ჭავჭავაძე სადღაც შემაღლებულ და სადღაც არა რამის ვიფიქრო რომ კვარცხლბეკზეა უკვე ილია ჭავჭავაძე აი რეაქციეთ ყურადღება როგორც სხვადასხვის რომ ესაა უკვე რა დამთავრებულია თვითმმართველობა და ირჩევენ ქალაქის თავს კაიანდრა რომელიც იყო შემსრულებელი მოვალეობისა ფაქტიურად მიხვდა რომ წააგო რადგანაც თვითმმართველობა წააგო და გაოცებული იყო ასე დამიფასეთ მე ჩემი ღვაწლი და ასე დიდად ღვაწლი დიახ ბატონ ხო როცა და ლუღლუღებს თავისთვის რომ აი ეს გადაემხო საარჩევნო ყუთს გადაემხო და ეს ამ დროს საარჩევნო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას სავარძელში დაბრძანებულიყო და არჩევნების მსვლელობას თვალყურს ადევნებდა განგებ ამ შემთხვევისათვის თბილისიდან ჩამოსული ილია ჭავჭავაძე. ეს არის მხოლოდ თქვა ყდიაშვილთან ნათქვამი. მაგრამ რას ნიშნავს ეს უგებად მომთამას თქვენ თქვით. ილია ჭავჭავაძემ იცის რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის ქალაქში ქართული კაცის მეთაურობას ქართული სულის აღზევებას რა მნიშვნელობა აქვს ეს ილია ჭავჭავაძე ეს უამრავი საქმით დატვირთული მოუცლელი კაცი ღამეთაც არ ეძინა ჩადის ბათუმში რომ თვალი ადევნოს ეს ჭირდება საქმეს ილიას იქ ყოფნა აი ეს არის სწორედ ის რაც ჩვენ სოხუმთან დაკავშირებით თქვით და რასაც დღეს ახლა ვამბობთ მე თქვა აკაკი რო წავა კახეთში იქნება თუ ქართლში თუ რაჭაში და რატომ იმით დადიან არა ექსკურსიაზე არამედ წეღან როგორც ძანეთ ამას საქართველოს ეძებენ და ამ ძალკეულ კუთხეებს და ნატეხებს აერთებენ ერთმანეთს აკოწიწებენ ერთ საქართველოს უნდა აღადგინონ და გააერთიანონ შეერთო ხო ის თქვათ რომ ესე იგი ლუკა ასათიანი დიდი უპირატესობით გავიდა ქალაქის თავად შემდგომი 3 წელი იყო ქალაქის თავი და წარმატებითაც იყო და ეს გუბერნატორმა შალიკომ რომელიც კარგად იცნობდა ლუკა ასათიანს დიდადაც აფასებდა დაუყოვნებლივ დაამტკიცა ერთად ნამსახურები იყო აბასდაც მიაქციეთ ყურადღება აქ მერეც დაფჭირდება შემდეგ გადაცემებში ამაზე საუბარი ქართული სული ამოძრეებს იმ შალიკოვსაც და სხვებსაც იმიტომ რომ ცოტა დაყოვნება თქვა რაღაც გაჯანჯლება საქმისა ქართული საქმის საწინააღმდეგო მოხდება კაცო
როგორც კი გავიდა ასათიანი სასწრაფოდ დაამტკიცა და დამთავრდა. ამის შემდეგ უკვე თუ პასუხისმგებლობას იღებს თვითონ შალიკაშვილი უკვე. რომ მან დამტკიცდა ის დამტკიცებულია, თქვათ აი ამ შემთხვევაში. და ისიც თქვათ, რომ ძალიან წარმატებული ქალაქის თავი იყო ლუკა ასათიანი, მიუხედავად თავის ხანდაზმულობისა, იმ 3 წელიწადში აი ხელი დაატყო მთელ ქალაქს და გამოცოცხლდა როგორც საზოგადოებრივი, ასე ეკონომიკური და სხვა მხრივ ეს ქალაქი. ეს ქალაქი ფაქტობრივად სამრეწველო ქალაქად ყალიბდება იმ დროისათვის. ჯერ რკინიგზა არ არის გასული, ჯერ არც ყალიბდება. ახლა ამიტომ ქალაქს უნდა მიეცეს ქალაქის სახე. რკინიგზა არ იყო გაყვანილი, რკინიგზა არ არის გაყვანილი, რკინიგზა გაყავთ ამ პერიოდში და დამთავრდება რკინიგზა. ფოთიდან ბათუმამდე რაღაც 2 გემი დადიოდა, სამგზავრო გემი, 2 პატარა გემი და ეს იყო დამაკავშირებელი. ეს უნდა მოაგვაროს ყველაფერი ეს და რაც მთავარია ქალაქმა უნდა იგზნოს ის რომ ეს არის ქართული ქალაქი. აი ამისთვის იყო საჭირო ეს და როცა ამბობდნენ თქვენ ქართველებს კაცი არ მოგეძებნებათ ეს იყო მთავარი დევიზი მათი და იმედი მათი მთავარი რომ თქვენ ვერ გვაჯობებთ არჩევნებში თქვენ ვერ გაემარჯვებთ იმიტომ რომ საამისო კაცი არ ყავთ. აი ეს დაამტკიცეს სწორედ გრიგოლოვსკის მესხის გდიაშვილისა და სხვათა შრომამ და თავდადებამ რომ რა თქმა უნდა კაციც ყავს და ხალხიც ყავთ ვინც ამ კაცს მხარს დაუჭერს და ქალაქს აქცევს ერთადერთი რაც მთავარია მომდომება საჭირო და მოინდომა იმ დროინდელმა ბათუმის ინტელიგენციამ და მოვიქნებით ისა თქვათ რომ ამ დიდმა ხალხმა დიდი საქმე გააკეთეს საქართველოსთვის აქ ბათუმში უეჭველად საჭირო იყო ქართული საქმე იმიტომ რომ ახალ შემოერთებულია ბათუმი და უნდა ბათუმი აქციონ ქართულ ქალაქად. თავარი გაკვეთილი სწორედ აი ამ ამბისა რომელიც ერთხელ მოხდა საქართველოში 1895 წელს ისრად ბათუმში მოხდა ის არის რომ ყოველგვარი არჩევნები მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნები იქნება ეს თუ ქალაქის თავისა ქართული ინტერესებით უნდა წარიმართოს, სახელმწიფო ინტერესებით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო არა გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეროვნული ინტერესებით უნდა წარიმართოს და ეროვნულმა საქმემ უნდა გაიმარჯვოს. არა კერძო, არა პირადმა, არა პარტიულმა ინტერესებმა. ამითი არ დამთავრდება ბათუმთან საუბარი. იმიტომ რომ 3 წელი გადის და ისევ დგება არჩევნების საკითხი, ახალი არჩევნების. მაგრამ დღეს რა თქმა უნდა მასზე აღარ ვისაუბრებთ, ეხლა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს და დავუპირდეთ რომ აი შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმის თვითმმართველობის შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ერთი კვირის შემდეგ ვისაუბრებთ და ნახო მე მგონი არანაკლებ საინტერესო საკითხები იქნება აქ წინ წამოწეული. კარგად გზადებოდეთ.